საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. შემოდგომა წელიწადის ყველაზე მდიდარი დროა, ამბობენ. ალბათ თქვენც დამეთანხმებით. ამ წელიწადის ამ დროს საქართველოს ბაღვენახები სავსეა ხილით. თვალს ვერ მოწყობთ ლოყაწითელ და აღაშღაჟებულ ვაშლებს. ისინი თითქოს გეძახიან, გიწვევენ. მოდი ჩაკვით, პირი ჩაიდგვარუნეო. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან თუ ეს ბაღი სხვას ეკუთვნის და ჩვენი არ არის. ონავარ ბავშვებს კი რა დალევს ამ ქვეყნად, მათ თავი შეკავება ძალიან უჭირთ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთი ნაწარმოების ერთ-ერთი გმირის კრეჭანას შესახებ, რომელმაც თავი ვერ შეიკავა და სხვის ბაღში დაუკითხავად მოწყვიტა რამდენიმე მსხალი, რომელსაც გემო გაუსინჯა. როგორ განვითარდა მოვლენები, ამას მოთხრობიდან გავიგებთ. მას ასე მოთხრობა კრეჭანა. მისი ავტორი კი ყველასათვის საყვარელი მწერალი რევაზ ზინანიშვილია. ლადოს კრეჭანას ეძახიან. ეს იმიტომ, რომ განძე ამოსული დიდი კბილები აქვს და სულ ცინის და ცინის. ისე იგი კრეჭანა ნაწარმოების მთავარი გმირია. მას განძე ამოსული ვებერთელა კბილები აქვს და სულ ცინის და ცინის. ერთხელ კრეჭანას მეველემ დაუძახა, მოდი აქ. მეველე վել მინდვრების და ბაღვენახების დარაჯია. მას სოფლის მოსახლეობის მოსავლის დარაჯობა და მოვლა პატრონობა ევალება. განვაგრძოთ მოთხრობა. კრეჭანა გაიკრიჭა, წიფე გულაბი არ გინდა? კითხა მეველემ. კრეჭანამ ისევ გაიკრიჭა და თავი დაუქნია. მინდა. მეველემ ჩანთიდან ჩაყვითლებული გულაბი ამოიღო და გაუწოდა. კრეჭანამ გულაბი მწამსე პირისაკენ გააქანა და ჩაკბიჭა. მაგრამ მეველემ გულაბი ხელიდან წაართვა. მერე ჩანთიდან სხვა გაკბიჭილი გულაბი ამოიღო და ახლად გაკბიჭილ შეადარა. ორივეს ერთნაირი ნაკბილარი ეტყობოდა. მეველემ კრეჭანას გაუბრაზდა. იყავი თუ არა ჩვენებიანთ გულაბზე? საინტერესოა, საიდან მოიტანა მეველემ უკაცრავად გაკბეჭილი გულაბი და რატომ გაუბრაზდა იგი კრეჭანას და გაბრაზებისას ასე უთხრა, იყავი თუ არა ჩვენებიანთ გულაბზე? რატომ დაუსვა მან კრეჭანას ასეთი შეკითხვა? ესე იგი ჩანთიდან ამოღებული გაკბეჭილი გულაბი, როგორც ჩანს, მეველემ იპოვა იმ ბაღში, რომელშიც იმყოფებოდა ჩვენი ნაწარმოების გმირი კრეჭანა და იქ მას კვალით დაუტოვებია. გაკბეჭილი გულაბი დაუგდია, რომელიც მოგვიანებით მეველემ იპოვა. საინტერესოა, საიდან მიხვდა მეველე, ვის ეკუთვნოდა მსხალზე დატოვებული ნაკბილარები. კრეჭანას ხომ განზე ამოსული ვებერთელა კბილები აქვს. სავარაუდოდ მეველე მიხვდა, რომ ეს ნაკბილარი ეკუთვნოდა მსხალზე დატოვებული ნაკბილარები ეკუთვნოდა კრეჭანას და მის შესამოწმებლად ბიჭთან მივიდა. ალბათ მიხვდით რა დაადგინა მეველემ, როდესაც ნაკბილარები შეადარა. ის ნამდვილად მიხვდა, რომ ეს ნაკბილარები კრეჭანას ეკუთვნოდა და გაუბრაზდა. საინტერესოა, რას უპასუხებს კრეჭანა მეველეს. უარის თქმა აღარ შეიძლებოდა, ამბობს ავტორი. ვიყავი, აღრიალდა კრეჭანა. ასე დაიჭირა მეველემ ეს ონავარი ბიჭი ქურდობაზე. დაიმახსოვრეთ, უნებათო სხვისი ნივთების ხელშევლების უფლება არავის გვაქვს. ეს დანაშაულად ითვლება და იცოდეთ, სახელის გადახვას თავის გადახვა ჯობიაო. ნახვამდის.